საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ხელფასი სადავო ხდება. ქეცბაია წელიწადში ანაზღაურების სახით 2 მილიონზე მეტს იღებს, ამ თანხას ბიუჯეტი იხდიდა. თუმცა მინისტრის გადაწყვეტილებით ხელფას ფეხბურთის ფედერაცია გადაიხდეს. საუბარია თანხის შემცირებაზეც. კეცტომის დაშვების დრო ნამდვილად არ არის ზუსტი პასია საჭირო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით რამდენიმე დასამახსოვრებელი. მართლაც პასი უკან. ქართველი ფეხბურთელები ოქრიაშვილიც რუმოძრაობა. შემდეგ დარტყმა საჭირო. მოძრაობა. გოლ! და რამდენიმე გულშემატკივრისათვის არასასიამოვნო შეხვედრა გამართა. თემურ ქეცბაიას ხელფას სპორტის სამინისტროს ნაცვლად ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის. სამინისტრო ფეხბურთის ფედერაცია 7 მილიონი ლარით აფინანსებს თანხის მესამედზე მეტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასში იხარჯება. ქეცბაია წელიწადში 2.641.700 ლარს იღებს, რასაც სამინისტროში მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. ფედერაციაში ამბობენ, რომ შექმნილი აჟიოტაჟის გამო მთავარი მწვრთნელის შრომის ანაზღაურებაზე თავად იზრუნებენ. ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სახსრებით, საკუთარი მოძიებული სახსრებით გადაიხადოს თემურ ქეცბაიას ხელფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს თემურ ქეცბაიას ხელფასი არ იქნება გადახდილი იმ 7 მილიონიდან, რომელსაც აძლევს სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. წერილში, რომელიც სამინისტრომ ფედერაციას გაუგზავნა და რომელიც 28 იანვრი თარიღდება ვკითხულობთ. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენ შორის შემდგარი არაერთი შეხვედრის დროს გაჟღერებული იქნა სახელმწიფოს პოზიცია მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მიუღებლობის შესახებ. კიდევ ერთხელ ამჯერად წერილობით ვაფიქსირებთ სახელმწიფოს ხედვას იმაზე, რომ არსებული შედეგების გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400,000 ლარზე მეტი. ლევან ყიფიანი ამბობს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და სამინისტრომ ფედერაციას თანხების გამოთავისუფლება და სწორად გადანაწილება შესთავაზა. მინისტრი ფიქრობს, რომ ქართულ ფეხბურთს ნაკრების მაღალანაზღაურება და მწვრთნელზე მეტად სტრუქტურული და ძირეული ცვლილებები სჭირდება. მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ დღესდღეობით საქართველოს ჯერ ყავდა ჩვენ მაღალანაზღაურებადი უცხოელი სპეციალისტები და ამ ეტაპზე არ ჭირდება საქართველოს, როცა დაურეგულირებებია ჩამოყალიბებული არ არის თვითონ სტრუქტურა, თვითონ სპეციფიკა მუშაობის. თემურ ქეცბაიასათვის ხელფასის შესაძლო შემცირებაზე საფეხბურთო წრეებში უკვე საუბრობენ. ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ დეტალებს მთავარ მწვრთნელთან პირისპირ შეხვედრაზე შეათანხმებენ.